ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი რვეული გამოვიდა 1995 წლის ნოემბერში. მისი პრეზენტაცია გაიმართა კავკასიურ სახლში. ბატონები ნიკო ყიასაშვილი, სერგო ჯორბენატი, გრისმაკ გორდეზიანი, ზურაბ კიკნაკი, ახუშტი ქოტეტიშვილი, ქალბატონ ნაირა გელაშვილი და სხვები მიესალმნენ ლექსიკონის გამოცემის დაწყებას და მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასეს იქ. განვლილი თელიტად ნახევრის მანძილზე გამოვიდა ლექსიკონის 5 რვეული, თელესამუშაოს 1/3. ესე იგი 50,000-ზე მეტი სიტყვა. 200 წელი ალბათ დაახურეს მაინც იქნება. ინგლისური ფილოლოგის კაცები რა მუშაობს ამ ლექსიკონზე და მაინც ეს ორგანიზაციული საქმე არ იყო დღემდე მოგვარებული. და გაჩნდა ასეთი პიროვნება, როგორც გახლავს თინა მარგალიტაძე, რომელიც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ მას რაინდი ამ საქმისა. მას მხარში უდგას შესანიშნავი კოლექტივი. ეს სიტყვა ცოტა გასათეგარი შეიძლება დღეს, მაგრამ რეალობას ასახავს. და უწინდების ყოვლისა უნდა დავაცაკლოთ ბატონი არიანე ჭანდურია. ეს ცოცხალი და მოსიარულე ენციკლოპედია. მისი ვაწლი განუზომედი არის. შენ გქონდა ლექსიკონი და ბრენსაც არ გვაქვს. დასაწყისში ერთადერთი ლექსიკონი, რომელიც არსებობდა ქართულისათვის, ეს იყო ინგლისურ-ქართული ლექსიკონი და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი პირველი ავტორი. tedy პირველი მეცხრე ამ დაკში ქართულისთვის იყო ბატონი ისიდორე გვარჯელაძე, აწბარდაჩვილი და მისი ამაგის დავიწყა და რეფონდა არ იქნებოდა მარკალე და მიზანშეწონი. მეორე ლექსიკონი გამოვიდა კიდევ ეხლა გამოვიდა ისიც ბატონ ჯუანშენ ჩებლიშვილის მიერ შესრულებული ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, საკმაოდ კარგი ლექსიკონი. ეს უფრო მეტ ასე ვთქვათ მიზნებს ისახავს, ვიდრე ისახავდა ბატონ ისიდორე გვარჯელაძის ლექსიკონი, მაგრამ აი ამ ლექსიკონთან მიმართებაში, რომელსაც ეხლა აკეთებს ბატონ მარიანესა და კომტორკინას თანამშრომლობით უნივერსიტეტი მეტად კარგ საქმეს, ერისათვის მეტად კარგ საქმეს, ერთ-ერთი რა თქმა უნდა დერ შეედრება და კონკურენციასაც ვერ გაუწევს. მე ამას ამბობდი პასუხის მგებლო. ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი ტომის პრეზენტაციაზე აკადემიკოსმა რისმაკ გორდეზიანმა განაცხადა: თუ ჩვენ უახლოეს 10-15 წელიწადში ყველა ძირითად ენათან მიმართებაში არ გამოვესით ორენოვანი ლექსიკონები, ქართული საზოგადოების განათლებულობის დონე ძალიან დაკლებდება. ევროპულ-ქართული ორენოვანი ლექსიკონების ნაკლებობა ნაწილობრივ ამგვარი ლექსიკონების შედგენის ლექსიკოგრაფიული პრინციპების არარსებობითაც არის განპირობებული. დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის უკვე გამოცემულმა ტომებმა სპეციალისტებისა და ინგლისური ენით დაინტერესებული მოქალაქეების კარგი შეფასება დაიმსახურა. განტვიფრებული ვარ შესრულებული სამუშაოს დონითა და მოცულობით. წერს სარედაქციო კოლეგია ინგლისელი ქართველოლოგი პატრიკ კილარი, ლონდონის უნივერსიტეტში ყოველწლიური ქართველოლოგიური კონფერენციის ორგანიზატორი. ნებისმიერმა კვალიფიციურმა ლინგვისტმა, ლექსიკოგრაფმა იცის, რომ როდესაც ის ორენოვან ლექსიკონს ადგენს, მაშინ რა თქმა უნდა ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემოიფარგლება სხვა ენის ორენოვანი ლექსიკონის თარგმნით. ეს იმიტომ, რომ საერთოდ ორი ორენოვანი ლექსიკონის შედგენის დროს საერთოდ ძნელია მოიძებნოს ისეთი სიტყვა, რომლის სემანტიკური სტრუქტურა, თქვათ უпростоრეთ, ერთი ენის სემანტიკური სტრუქტურა აბსოლუტურად დაემთხვევა მეორე ენი თითქოს იმავე იდენტური სიტყვის სემანტიკურ სტრუქტურას. ეს არის ენობრივი ნორმა, ანუ კანონზომიერება. უცხოენისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა და საჭიროა ასეთი ორენოვანი ლექსიკონების შედგენის დროს სწორედ განმარტებითი ლექსიკონის ხმარდა. რატომ? იმიტომ რომ განმარტებით ლექსიკონში არის აღმოსნული მრავალწლიანი გამოცდილება ენობრივი კოლექტივისა, აქ რეგისტრირებულია სწორედ ისეთი სიტყვები, რომელიც უკვე გახდა მეტნაკლებად ენობრივი ფაქტი და არ წარმოადგენს შემთხვევითობას. ეხლა მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ლექსიკონის შემდგენლების სასიკადლოდ და სწორედ მე მიმაჩნია, რომ მათი ეს ძალიან დიდი ღირსებაა, რომ მათ ამ ლექსიკონის შედგენის დროს გამოიყენეს უამრავი ასეთი განმარტებითი ლექსიკონი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სრულყოფილად გამოცემის შემთხვევაში გაკეთდება მართლაც და საშვილიშვილოსად. ხელთ გვექნება წიგნი, რომლის დახმარებითაც არაერთი მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს ინგლისურ ენას და მისი მეშვეობით ეზიაროთ მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარს. სამთ აგრეთვე, რომ ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში სახეზე გვექნება თავისებური ძეგლი ქართული ენის, რომლის მიხედვითაც შთამომავლობა ჩვენს კულტურულ და ინტელექტუალურ დონეზე შეიქმნის წარმოდგენას.